ქაოსი ელ კლასიკოზე. ბარსელონას გულშემატკივრებმა თამაშის დაწყებამდე შეცდომით ბარსელონას ავტობუს ქვები დაუშინეს. ამ დრომდე დაუდგენელ პირებს ავტობუსი შეეშალათ. მოგვიანებით კი რეალის ფეხბურთელებით სავსე ავტობუსაც დაესხნენ თავს. ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს. სიტუაცია საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ძალიან დაძაბული იყო. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ჩაიმსხვრა ავტობუსის ფინა. ელ კლასიკო ბარსელონას გამარჯვებით 2-0 დასრულდა. კატალონიური კლუბი ესპანეთის ლა ლიგის ჩემპიონი ისტორიაში 29-ით გახდა. ლუის ენრიკეს თქმით, მისი ხელმძღვანელობით თამაში მარტივი არ არის. სპეციალისტი ამბობს, რომ ძალიან მომთხოვნია. ნანახით იშვიათად კმაყოფილდები და ყოველთვის უფრო მეც ვითხოვ, თუმცა ამავდროულად ბედნიერი ვარ. უმაღლესი კლასის ფეხბურთელები მყავს და მათთან მუშაობა მარტივია, განაცხადა ენრიკემ. PSG ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. მოქმედი ჩემპიონების მეტოქე ლონდონის არსენალი იქნება. ილია თოფურია UFC-ს ერთადერთი დაუმარცხებელი ჩემპიონია. გასულ კვირას ჩეჩენმა მებრძოლმა ხამზად ჩიმავებმა ჩემპიონის ქამარი დაკარგა. საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა პროფესიონალური კარიერის პირველი მარცხი ამერიკელ შონ სტრიკლენდთან განიცადა და ჩემპიონის ქამართან ერთად დაუმარცხებლის სტატუსიც დაკარგა. ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 14 ივნისს გამართავს. დანა ვაიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეგენდარული კონორ მაგრეგორი ოქტაგონს დაუბრუნდება. UFC 328-ის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირლანდიელი ზაფხულში იბრძოლებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე. მაგრეგორმა UFC-ში ბოლოს 2021 წელს დასტინ პორიეს წინააღმდეგი ბრძოლა და დამარცხდა.